ბიძინა მე ამას დარწმუნებული ის არის ტრაგიკული პიროვნება, მას ეს არ უნდა ეხა რა მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხო? ეხა რატო უნდა შესაბამისად მისი ცხოვრება ეხა ის ხო პატიმარია, მე მუდმივად ვამბობ ეხა აი მიშა ხოზის ციხეში, ხო? მე ვამბობდი ადრე რომ ორი პატიმარი მართავს პოლიტიკურ პროცესს მეთქი. ნუ მიშა ეხა ცოტა ესე რომ ვთქვათ ის პასივში გადავიდა და ბიძინა პატიმარია, ბიძინა მზიამაღლობელი კი არ არის დღეს პატიმარი, ის თავისუფალი ადამიანია. ბიძინა პატიმარია, ვერ გამოდის, შენობიდან ვერ გამოდის, ან გადარბენებით, წინასწარ მიდიან, საათს გასვლა უნდა, ხო, მარშრუტზე 200 კაცი მუშაობს, წინასწარ რომ A-წერტილიდან B-წერტილში გადაადგილდეს. კადრები გაქვთ ნანახი, ხო, ეხა იმ სარკოფაგზე აღარაფერს აღარ ვიტყვი, ხელთათმანით როგორ იღებს დალუქული ჩანთიდან წყალს მისი დაცვის თანამშრომელი და იმ წყლის ბოთლს და მე იქ ხსნიან ბოთლს და ესე სვავს. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ის არის ტრაგიკული პიროვნება, მისი დღე არის შიშები და შფოთები და ღამე არის კოშმარები, სულ ვირთხები ეს იზმრება. ეს არის ბიძინას ცხოვრება და მითხარით ეხლა კი ბატონო გალია გინდა ოქროსი იყოს, მაინც გალია, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ასე რომ მას არ უმართლებს, არაფერში არ უმართლებს, მაგრამ გააკეთა არასწორი პროგნოზი, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და ამ პროგნოზზე ააგო მთელი პოლიტიკა და ეხა კი ფუთავენ ამას, რომ აი ომის განიხსნა ქვეყანას სისულელეებს, მაგრამ ხო, აი ამაზე რას ფიქრობთ? საერთაშორისო თავის უბედურია. ხო, ანუ არ მართლდება ივანიშვილის პროგნოზი და ამ თვალსაზრისით ესეც იმ საკითხებს უნდა მივუმატოთ, ანუ როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილს არ გაუმართლა. დღემდე არ მართლდებოდა, გასაგებია რომ ეხა ტრამპმა არია და დარია ბევრი რამე, მაგრამ მე მაინც ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, ეს საერთოდ ტრამპის სტილია, რომ თავიდან იწყებს ყველაფრის არევას, დარევას, შეტევაშია, ყველა ნაწილში დაწყებული კანადიდან და დამთავრებული ანტარქტიდით, ხო, რა მნიშვნელობა აქვს გრენლანდიით, ხო? ხო და შესაბამისად ეს არის მისი სტილი, აი თუ გახსოვთ წინა არჩევნებზეც მოვიდა ეს საზღვრის ამბებით, მექსიკის საზღვრის ამბებით და ასე შემდეგ. თავიდან არის ძალეს და აგრესიულ შეტევაზე და მე ნენელა ესე რომ ვთქვათ აი ამ არეულ სიტუაციაში მე ცდილობს რომ მაქსიმალურად ესე რომ ვთქვათ ეს აგრესიული, კარგი მოსალაპარაკებელი პირობები შეიქმნას იმისათვის რომ მე მაქსიმუმი მიიღოს. ხო? აი დღემდე ტრუდოს გუბერნატორს ეძახის, ხო? ეს არის მისი ოდიოზური სტილი, ერთგვარი. მე ვფიქრობ, რომ ნენელა რაღაც კალაპოტში ეს ჩაჯდება, ეხლა რა წერტილში გაჩერდება, მე ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ქოცებს ეხლა რომ კონდეთ რაღაც სიხარულის ან რაღაც ოპტიმიზმის საფუძველი, მე ამას ესე არ უყურებ, ხო? იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს რაც არ უნდა ოდიოზური პრეზიდენტი ყავდეს, მას უამრავი დამცავი მექანიზმი აქვს, ხო? ეს არის ეს რამდენიმე ასწლეულიანი დემოკრატიის ტრადიციის ქვეყანა. აქედან გამომდინარე, იქ ეს ბალანსები და ურთიერთკონტროლი ძალიან კარგად მუშაობს. ეხლა ჯერჯერობით გასაგებია, რომ მას ამ ტაქტიკურ სვლებს აცდიან, პატიობენ, მე დემოკრატებზე არ გეუბნებით, რესპუბლიკურ პარტიაზე გეუბნებით. ისინი პატიობენ, მაგრამ თუ ეხლა მისი აი ეს უმწვავესი რიტორიკა და ეს აგრესია თუ რეალურ ქმედებებში გადავიდა, ეს ბუნებრივია, თვითონ რესპუბლიკურ პარტიაში გამოიწვევს სერიოზულ წინააღმდეგობას და ნუ თუ ძალიან გადაამლაშა და ეხლა მართლა ესე რომ ვთქვათ, სიმპტომები გამოჩნდა, რომ რუსეთთან თანამშრომლობს მთელი დანარჩენი სამყაროს ხარჯზე და მოგეხსენებათ, მან რამდენიმე ფრონტზე დაიწყო ერთად ომი, ხო? ირანს კაი თავი გავანებოთ, ხო? იქით ჩინეთი, აქეთ კანადა, იქით ევროპა, ანუ ყველაფერი აურია, ყველა კარტი აურია და ეხა უნდა დაალაგოს, ყველა ელოდება ამას. თუ მას ფეხი დაუწდა, ამის შემდეგ უამრავი მექანიზმი ამერიკაში, რომ მან ეს 4 წელი ვერ შეინარჩუნოს ეს თანამდებობა, ხო? იმპიჩმენტი იქნება გარდაუვალე. ბატონო, ერთი კითხვა. როგორ დაალაგებს, მე ჯერჯერობით ვერ ხედავ. მე ვფიქრობ, თვითონაც არ იცის, როგორ დაალაგებს. ხო, ის ძალიან კარგი ამრევია, მაგრამ რამდენად კარგი დამლაგებელია, ეს ჯერ უნდა ვნახოთ.
კი ბატონო, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ასევე ჩვენთან დაკავშირებით, ანუ შიდა პოლიტიკაზე კონკრეტულად და ასევე სანქციებთან დაკავშირებით, აი რა პროცესს უნდა ვხედავდეთ ჩვენ. ჩვენ დღეს გქონდა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, იქამდე არსებული ინფორმაციით ბრიუსელში ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში თქვეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას ითვალისწინებენ. აი ამ პროცესზე რისი თქმა შეგიძლიათ პარალელურად არსებული ინფორმაციით პოლიტიკური ლიდერების ნაწილი იმყოფება ბრიტანეთში, მათ შორის ვაშაძე, გვარამია, ელენე ხოშტარია და მათ მიერ გამოქვეყნებული ამოცანების მიხედვით სასაუბრო საკითხია, მათ შორის ასევე სანქციები, სამოქალაქო სექტორი და მედიის მიმართ რეპრესიული პოლიტიკა და ასევე პრეზიდენტის მხარდაჭერა ზურაბიშვილზეა საუბარი და არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება. აი რა არის უახლოესი სამოქმედო ნაბიჯები და გადაწყვეტილებები ადგილზე, აი საერთაშორისო პოლიტიკის გათვალისწინებით. იმისათვის რომ ესე რომ ვთქვათ, ხელისუფლება წამოვიდეს ხო იმ დღის წესრიგზე, რასაც საზოგადოება ითხოვს, ბუნებრივია ძალის დემონსტრირება, ანუ აქეთ მხარეს უნდა მოხდეს ესე რომ ვთქვათ, ძალის ფორმირება. გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა აქცენტს და მთავარ ფსონს ჩამოდის ძალაზე, ხო, ის დაემორჩილება მხოლოდ უფრო დიდ ძალას. არა მორალზე და ზნეობაზე და შეგონებაზე ლაპარაკი აქ არ არის. ამ ძალის ფორმირება ხდება ორკომპონენტიანი კომბინაციის სინერგიით, ხო, ეს არის საშინაო ფაქტორები, ანუ ეს პროტესტები და რაღაც თავისი პოლიტიკური შეფუთვით და ეს არის გარე ფაქტორები. გარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სანქციები და ეს უნდა გააქტიურდეს და არა იმიტომ რომ მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცა ფინანსურად იზარალებს, ხო? და ეს პრობლემა იქნება. არამედ იმიტომაც რომ აი ეს მითოლოგია, უძლეველობის მითოლოგია ინგრევა ბიძინასი ამით, ხო, რომ ის ყველას პირდება რომ აი ცოტა ხანს მოიცადეთ, იმას დავალაგებ, ამას მოვალაგებ, იმას გავაკეთებ, ამას. აი ეს მითოლოგია ინგრევა და სისტემაში იწყება რყევები, რაც მერე შეიძლება გადავიდეს სისტემის ჩამოშლაში, ხო? მაგრამ ამას ხელს უნდა უწყობდეს შიგა პროცესიც, ხო? აი ეს სინერგია რო გაჩნდეს, ეს სინქრონიზაცია უნდა მოხდეს ამ საგარეო და საშინაო პროცესების. რისი იმედი მე მაქვს, ხო? თქვენ იცით, რომ მე საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური კლასის მიმართ. მე ამას კეთილგანწყობით ვამბობ, ხო? არ ვამბობ იმიტომ რომ რაღაც ესე რომ ვთქვათ არ მიმაჩნია ისინი რაღაცად პირიქით მიმაჩნია და ფაქტობრივად სხვა არც არავინ არის და მათ უნდა გადაიბარონ საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა, ხო? მაგრამ მე მათ მოუწოდებდი მეტი აქტიურობისკენ, ხო? აქტიურობისკენ, რომ რაღაცნაირად მოახერხონ ინტეგრირება იმ პროტესტში, რასაც ჩვენ ხედავთ საქართველოს სხვა ქალაქებში, უპირველეს ყოვლისა თბილისში ბუნებრივია რაღაცნაირად მათ უნდა გამონახონ საერთო ენა იმ სხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებთან, რომლების მარშიც ვიხილეთ, ხო? და ფაქტობრივად თვითონ უნდა ინტეგრირდნენ. იმის ილუზია კი არ უნდა გქონდეთ, რომ ამ ხალხს ეხა თვითონ შემოიერთებენ და თვითონ შეიწოვენ. პირიქით, თვითონ უნდა შეუერთდნენ ამ ხალხს, იმიტომ რომ მთავარი აქტორი დღეს არის ქართველი ხალხი. არ უნდა გქონდეთ პოლიტიკურ პარტიებს იმის ილუზია, რომ ისინი არიან აქტორები, ისინი კი ბატონო საბოლოო ჯამში შეიძლება იყვნენ ბენეფიციარები ამ პროცესის, მაგრამ ისინი არ არიან დღეს აქტორები, ხო? მეცაც გეტყვით, პროტესტი გარკვეული მიუღებლობაც კი არსებობს აი ამ პროევროპულად განწყობილ მოსახლეობაში მათდამი. აი ეს ბარიერები უნდა გადალახონ იმისათვის რომ რაღაც აი პოლიტიკური გონი შემოვიდეს ამ ყველაფერში და აი ეს გარე ფაქტორები, რაზეც მუშაობენ, ხედავთ და ეს კარგია, ხო, ეს ლონდონში ვიზიტი თავისთავად კარგია, მაგრამ იგივე ხალხი თუ ჩამოვა და რაღაცნაირად საერთო ენას გამონახავენ პროტესტთან. ისეთ საერთო ენას, რომ ეს პროტესტი მათდამი პროტესტს გაუჩნდება, მათდამი ნდობა, პატივისცემა და აღიარებს მხედართ თავრად, ხო? ეს რა თქმა უნდა უნიშნელოვანესი ნაბიჯი იქნება. ეხლა როგორ გააკეთონ, მე ყველა მეკითხება, იქნება ისიც თქვა, როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი დიდი ბოდიში, მაგრამ მე ამაზე არ უნდა ვლაპარაკობდე. თან მე რამდენიმე წინადადებაში ეხლა იმის რა ქვია სისტემური თემების ჩამოყალიბება
გამიჭირდება რბილად რო ვთქვათ, ხო? ეს არის სისტემური სამუშაოა, სისტემური ესე რომ ვთქვათ, მუშაობის შედეგად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ ძალიან სუსტად მუშაობენ, არც კი ცდილობენ, რომ გაანალიზონ, რატომ მარტივი კითხვა დაუსვან თავის თავს, ან ამ ხალხს დაუსვან, რატომ არის მათდამი ესეთი მიუღებლობა, გაარკვიონ რა არის მიზეზები და მერე მოახდინონ ამ მიზეზების გადალახვა, ხო? ეს არის მათი ფუნქცია, ხა ხალხის გარეშე პარტია რა არის? არც არაფერი არის. ეხლა დღესვე შევქმნი პარტიას, დავერქმე პარტია ვარ. და შეიძლება ზოგიერთ პარტიაზე მეტი მხარდაჭერაც მივიღო, ხო? მაგრამ პარტია არის ხალხი, ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხი შენ არ გაღიარებს ლიდერად, თუ შენ დაძახილზე ხალხი ქუჩაში არ გამოდის ან სადმე არ იკრიბება, ხო? კაპიკია შენი ფასი, ხო? ამიტომ იზრუნო ხალხთან რეალურ კომუნიკაციაზე. ხალხის ზურგი ქმნის პარტიული ენერგიას, სხვა კი არაფერი. აქედან გამომდინარე მე მოუწოდებ მათ, რომ მოიფიქრონ როგორ ანაირად თუ საჭიროა ბოდიშიც მოიხადონ, იმიტომ რომ ხალხი მათზე გაბრაზებულია და მიხედონ საქმეს რა. დიდი მადლობა ბატონ გია, დაგემშვიდობებით, გია ხუხაშვილი